მორწმუნე ოჯახში გაიზარდეთ? არა, მორწმუნე ოჯახი არ ყოფილა ჩემი ოჯახი. პირიქით. წინააღმდეგები იყვნენ, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო? კი, დედა მუდმივად წინააღმდეგი იყო და შეიძლება ითქვას კიდეც თამამად, რომ ამ წინააღმდეგობას შეეწირა დედაჩემის მდგომარეობა ჯანმრთელობის, მას მერე გავუარეს და როცა მე გავხდი სასულიერო პირი და როცა ჩავდიოდი პრაქტიკულად ანაფორით ჩავდიოდი ხოლმე და ამას ძალიან განიცდიდა. და დაავადებაში რას გულისხმობთ? დაავადებაში გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი ინერვიულა, ძალიან ბევრი განიცადა და შემდგომ მას უკვე ნერვიულობის ფონზე ალცჰაიმერის დაავადება დაემართა, რომელსაც დედაჩემი შეეწირა და 65 წლის ასაკში პრაქტიკულად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. და მე სინანულად მაქვს მთელი ცხოვრება, რომ დედა გულნადგენი წავიდა ჩემგან და ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. დამნაშავედ გრძნობთ თავს დედის წინაშე? კი, რა თქმა უნდა გრძნობ. ის ანაფორიანი ადამიანის შიგნით შვილს ნაკლებად ხედავდა და ამჩნევდა და სულ ამბობდა, რომ მე შვილი გარდამეცვალა, მომემსამძიმროთ, შვილი მომიკვდა და მოკლედ. წინდათ ეს სიტყვები მისგან? იცით, მე ის უფრო მწყინდა, რომ დედა იყო ცუდად. დედა რომ ამას განიცდიდა, დედა რომ ამას ნერვიულობდა. პირველი შვილი ვიყავი დედისთვის და მას სხვა მიზნები, სხვა განზრახვები, ამოცანები ჰქონდა როგორც ნებისმიერ მშობელს შვილთან დამოკიდებულებაში და ის თვლიდა, რომ სასულიერო პირობა არ არის ის მდგომარეობა, რითიც მშობელმა უნდა იამაყოს. სულ ამბობდა, რომ ვერ ვეგუები შენს თავს ანაფორაში, მით უმეტეს სულ შავი ანაფორა მაცვია ხოლმე. უმეტესად და რატომ უნდა იყოს შავებს შემოსილი, მაშინ როდესაც ანგელოზებით ოჯახი ყავს და ვის გლოვებ, მოკლედ გინდა იყო ღვთისმსახური, ამისთვის არ არის აუცილებელი გახდე სასულიერო პირი და ამაში დედას მეც დავეთანხმებოდი. ბოლო საუბარი დედასთან თუ გახსოვთ? არა, იცი რატომ არ მახსოვს? ბოლო 5 წელიწადი შეუძლოდ იყო და პრაქტიკულად არავის არ ცნობდა. მან არ იცოდა მისი შვილების სახელები ეშლებოდა ერთმანეთში, რამდენი შვილი ყავდა ის არ იცოდა. 60 წლიდან 65 წლამდე პრაქტიკულად დედა დაიტანჯა და იმდენად დიდი ტკივილი დაგვიტოვა ჩვენ ამის გამო, რომ დღემდე ვფიქრობ, რომ მე დედაჩემის წინაშე ვარ დამნაშავე. დედა თქვენ აზიარეთ ბოლოს? ეს იყო ძალიან მძიმე, როდესაც ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ დედა უკვე წუთებს ითვლის და იქნებ ცოცხალს ჩამოუსწრო წალენჯიხაში, მე გამყვა მეგობარი. წალენჯიხაში ჩავედით და 2 დღე დედა ცოცხალი იყო, თუმცა ის იტანჯებოდა, ის კონტაქტზე ვერ გამოდიოდა, ესე ებრძოდა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარს. პრაქტიკულად არც აქეთ იყო, ვერც იქით ვერ მიდიოდა უფლის წინაშე. მე გავბედე და დედაჩემის სარეცელთან ბოლო ლოცვა მე წავიკითხე სულის გასვლის. ლოცვა დამთავრებული არ მქონდა, რომ დედამ ჩემს ხელში დალია სული. ამ დროს ძალიან ახლოს ჩამიარა სიკვდილმა და მას დედაჩემი ერქვა.